აი ეგ ექსპერიმენტი ჩატარებულია ჰონკონგში ჩატარდა ეგეთი რაღაც ადგილი იყო რომელიც იყო ჩინური ხელისუფლებისგან არ იმართებოდა რა ისტორიულად როცა ბრიტანელები კოლონიზაცია მოახდინეს რაღაცა პატარა რაღაც 2-3 კვადრატული კილომეტრი იყო რა რომელიც და იქ მოხდა რომ აი მაგ არანაირი რეგულაციის გარეშე მან გაჩნდა აი რაღაცა ჯოჯოხეთი იმიტომ რომ ყველამ დაიწყო ისე დაშენება როგორც იყო და სანამ აი მან სპონტანური თვითრეგულაციის ის იყო აი თუ რამეც აი ჭიანჭველების ბუდე თუ შეიძლება გაჩნდეს სადმე სადაც აი რო შედიხარ სინათლეს ვერ ხედავ ჰაერი არ არის და ასე შემდეგ აი მან მაგ ჩაკეტილ იმაში რეგულაციების გარეშე ანუ გარეთ რეგულაციები ვაკარეთი იყო და მოაც გარბოდა ხალხი იმდენი ადამიანი ხო ჩინეთი დერეგულირებული იყო და ამ დერეგულირებულში გარბოდა ხალხი ჩინეთიდან ლოკალური ჯოჯოხეთი ჯოჯოხეთი კი არა გახდა ჩინეთიდან გარბოდა უკან ჩინეთში არ ბრუნდებოდა ნუ რავი აი ჯოჯოხეთი არის რეგულირებული იყო ჩინეთში არის 64 იყო არა აბა რატომ გარბოდა ჩინეთიდან ჰონკონგში ხალხი იმიტომ რომ რევოლუცია მოაწყეს როცა ჩინეთში დაბრუნებოდა ის ვისაც ურბანული თემა გაინტერესებთ აი კონკრეტული მაგალითი დაგუგლეთ საინტერესო იქნება თქვენ რატომ ხალხი არ გადადიოდა ცარიელ ჩინეთში რომელიც ირგვლივ ცარიელი ტერიტორიები იყო რატომ მიდიოდა ჰონკონგში იმიტომ რომ იქ უკეთესი ცხოვრება იყო და კონკრეტულად აი პატარა კუნძული გახდა თავისუფლების ჩინეთში ჰონკონგის სახით და ხალხი იქ წავიდა მილიონობით ანუ ჩვენ ხო მან იდეოლოგიაზე არ ვამბობ ჩვენ ვამბობ ურბანული დაგიგმარება საცხოვრებელი სივრცე როგორი ჩდება როცა შენ უშვებ ყოველგვარ რეგულაციას მანდ ნახავ. იყო კაცო, მათთვის უკეთესი იყო, რომ მაგათ ქონდა შესაძლებლობა წასულიყო ცარიელ მინდორში. ჩინეთში და ეს ხარ თქო არ უნდათ, გაიგე და შენ კიდე უყურებ გეგო დღევანდელი გადმოსახედიდან. დღევანდელი გადმოსახედიდან არა, ისინი გამდიდნენ იქ. და ასე ვითარდება ყველა ქალაქი. ხო და ეს ქალაქების განვითარდა ვაჭრობით და კერძო საკუთრებით. ჰონკონგი რო თქვი, უბრალოდ იდეალური მაგალითია, ოღონდ შენ საწინააღმდეგო წამოიგინე კომუნისტური ჯოჯოხეთური ჩინეთი, ხალხს ხოცავენ ამ რეგულაციებით, ამ კომუნიზმის შიმშილით და ინგლისელებმა პატრა კუნძულზე სავით რაღაც პატარა ნაკვეთზე თქვენს რომ აქ თავისუფლება აქ ინგლისის რაღაც ასლი არის და მილიონობით ადამიანი წავიდა ამ პატარა ადგილას